რა თქმა უნდა, ერთში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და მეორეში 9 გოლი. ვნახოთ ამ შეხვედრაში ვიხილავთ თუ არა უხგოლიან დაპირისპირებას. PSV-ს მოთამაშეებმა შეიყვანეს ბურთი. აქვთ ეს უკვე მოგახსენეთ. ახ ეს ეპიზოდი ვნახოთ. ძალიან სახიფათო სამი შედეგი, სამი შეხვედრის ჯამით. და ასევე კესეუს აქვს 9 გოლი, ესეც სამი შეხვედრის შემდეგ. PSV-მ კი 2 შეხვედრაში მოახერხა ჯამში. დარტყმაც ვიხილეთ. კიდევ ერთი დარტყმის ცდილობა იქნება ახლა და გოლიც გადის თან ძალიან. დარტყმაც ვიხილეთ. კიდევ ერთი დარტყმის ცდილობა იქნება ახლა და გოლიც გადის თან ძალიან. დარტყმაც ვიხილეთ. კიდევ ერთი დარტყმის ცდილობა იქნება ახლა და გოლიც გადის თან ძალიან. ახლა PSV-ს მოთამაშეების სიერში უნდა ვნახოთ, ორაგოლიძე ერთი შეხებით ცდილობდა პასის გაკეთებას, არ გამოვიდა, მერე ბერაძია საპასუხო იერში და შესანიშნავი გოლიც გადის. ახლა PSV-ს მოთამაშეების სიერში უნდა ვნახოთ, ორაგოლიძე ერთი შეხებით ცდილობდა პასის გაკეთებას, არ გამოვიდა, მერე ბერაძია საპასუხო იერში და შესანიშნავი გოლიც გადის. აქ შეიძლება დარტყმა და გადარჩა აქ ეფელს. აი აქ უკვე გადის. აი აქ უკვე გადის. აი აქ უკვე გადის. ორბურთიანი გახადონ დარტყმა, საკმაოდ სახიფათო. კოპლატაძე. ჩალაძე და გრიგოიძე თამაშობს კარგად. და აქ შეიძლება გოლი გავიდეს და გადის კიდე. კოპლატაძე. ჩალაძე და გრიგოიძე თამაშობს კარგად. და აქ შეიძლება გოლი გავიდეს და გადის კიდე. დინამო თბილისს და საქართველოს უნივერსიტეტს და ასევე. ამ შედეგის შემთხვევაში PSV მეორე პოზიციაზე გადავა 1-0-ად. აქ არის შანსი რომ გოლი გავიდეს და გადის. ამ შედეგის შემთხვევაში PSV მეორე პოზიციაზე გადავა 1-0-ად. აქ არის შანსი რომ გოლი გავიდეს და გადის გოლ შეხვედრაში. არმიასა და კესეუს შორის. თამაში. აქ შეიძლება გავიდეს კიდევ ერთი გოლი, სვანიძე დარტყმა და 4 გოლ შეხვედრაში. არმიასა და კესეუს შორის. თამაში. აქ შეიძლება გავიდეს კიდევ ერთი გოლი, სვანიძე დარტყმა და 4 გოლ შეხვედრაში. არმიასა და კესეუს შორის. თამაში. აქ შეიძლება გავიდეს კიდევ ერთი გოლი, სვანიძე დარტყმა და 4 ძალიან სწრაფი და დინამიური განვითარება მოვლენებისა. სვანიძემ წამოიწყო ეს შეტევა და თავადვე დაასრულა მას შემდეგ, რაც ნოტონ ახალაიამ საგოლე გადაცემით მოამარა და აქ უკვე ძალიან სწრაფი და დინამიური განვითარება მოვლენებისა. სვანიძემ წამოიწყო ეს შეტევა და თავადვე დაასრულა მას შემდეგ, რაც ნოტონ ახალაიამ საგოლე გადაცემით მოამარა და აქ უკვე ძალიან სწრაფი და დინამიური განვითარება მოვლენებისა. სვანიძემ წამოიწყო ეს შეტევა და თავადვე დაასრულა მას შემდეგ, რაც ნოტონ ახალაიამ საგოლე გადაცემით მოამარა და აქ უკვე თვის დამაკმაყოფილებელი შედეგი და ასეთი ბევრი გუნდია, რომელსაც ნახევარფინალი არ დააკმაყოფილებს ამ სეზონში. აქ სვანიძე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა PSV-ს შორის შეხვედრაში. აქ შეიძლება გავიდეს ეს სამჯერ თამაშის წესი. აქ შეიძლება ვიხილოთ ძალიან კარგი გოლი და ფაქტობრივად გამქრალი იყო ეფელსისთვის, მაგრამ გოლი არ გავიდა. აქ შეტევა გრძელდება, ტკაჩოვის უძლიერესი დარტყმა და ფაქტობრივად გამქრალი იყო ეფელსისთვის, მაგრამ გოლი არ გავიდა. აქ შეტევა გრძელდება, ტკაჩოვის უძლიერესი დარტყმა და ფაქტობრივად გამქრალი იყო ეფელსისთვის, მაგრამ გოლი არ გავიდა. აქ შეტევა გრძელდება, ტკაჩოვის უძლიერესი დარტყმა და გოლიც გაიტანონ. კურტანიძის დარტყმა, სარდანაშვილი და გადარჩა. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა. შეტევაშიც და დაცვაშიც თანაბრად შეუძლია მას დაეხმაროს თავის გუნდს. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა. შეტევაშიც და დაცვაშიც თანაბრად შეუძლია მას დაეხმაროს თავის გუნდს. თითქმის გააქრო. 10 წუთზე მეტი ჯერ კიდევ არის სათამაშოდ. აქ ეფელსის მოთამაშეებს აქვს ჩანსი გოლის გატანისა და გადის გოლი 7-3. თითქმის გააქრო.
10 წუთზე მეტი ჯერ კიდევ არის სათამაშოდ აქ FLC-ის მოთამაშეებს აქვს ჩანსი გოლის გატანისა და გადის გოლი 7-3. არა როგორც ჩანს აქ მირიანაშვილი შეასრულებს ამ ჯარიმოს და ლება აქ გავიდეს ახლა გოლი ჩალაძე კარგი გადაცემა დარტყმა და გადარჩა აქ რისკის ფონზე პირადობის შექმნა და გოლის გატანის მცდელობა ის შეტევა კი გამოვიდა წარმატებული მოლობაში FLC-ის მოთამაშეებმა ორჯერ მოახერხეს სწორობის აღდგენა აქ ჩალაძე ახალაია ჩალაძე დარტყმა და 9-3 პირიქით შეტევაზე ხორციელდება თუმცა მათი უმრავლესობა წარმატებელია და კიდევ ერთი გოლი გადის გატანილი